დიღმის სამართლოსთან გიგი უგულავა რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს, ის უნდა გადაეყვანათ სასამართლოში. ადვოკატს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო რამდენიმე წუთში პროცესი, თუმცა მოულოდნელად გიგი უგულავას გამომძიებლება ბრალის დადგენილება სწორედ სამართლოს ეზოში გააცნეს. ჩვენ კითხვები დავუსვით გიგი უგულავას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტს აცნობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მათ და სწორედ ამის შემდეგ გავიგეთ, რომ გიგი უგულავა სამართლოს ეზოში ხელახლა დააკავეს, ის განყოფილებაში უკან შეაბრუნეს, მას ედავებიან მაგისტრალის გადაკეტვას. გიგი უგულავა ამბობს, რომ მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის საქმეზე და შესაძლებელია, რომ მას ახლა ემუქრებოდეს 4 წლამდე პატიმრობა, ის უკვე შეიყვანეს განყოფილებაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირველობთან საუბრისას ეს ამბობს, რომ ეს არის დაშინების მცდელობა და უგულავა ამბობს, რომ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ რეჟიმი უკან არ დაიხევს. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ გიგი უგულავასთვის კითხვები დაგვესვა, რას ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. სასამართლოსთან რა მოლოდინი გაქვს ბატონო? ბატონო გიგი, რა საქმესთან დაკავშირებით? შეგიძლიათ სისხლით რაზე გაკავებენ, ბატონო გიგი? მაგისტრალია ბატონო გიგი? ბატონო გიგი, სისხლით გაკავებენ ამჯერად რაზე? ბატონო გიგი, რაზე? დაიწყე. ანუ ახალი საქმე დაიწყო თქვენს წინააღმდეგ? რას ცდილობენ ბატონო? ბატონო გიგი, ადმინისტრაციულით. ცოტა დაიწყე, არ შეიძლება. უკაცრავ. ერთი წუთი, ბატონო. დაიწყე. ადვოკატი მოვა ახლა. დავრეკეთ. გიგი უგულავას უფლება დამცველი მიემართებოდა სასამართლოსკენ იმ დროს, როდესაც მოულოდნელად გაიგო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეაბრუნეს განყოფილებაში და ამჯერად საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ირაკლი აბესაძე რამდენიმე წამის წინ მოვიდა განყოფილებასთან. ირაკლი, ჩვენ ვიცოდით, რომ გიგი უგულავა უნდა გადაიყვანათ სასამართლოში და მსჯელობა უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით. რა იცით ახლა თქვენ, რას უკავშირდება საქმე და რეალურად რა მტკიცებულებები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს? ხოდი კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ის რომ სახელმწიფო არ გვაქვს ამას საზოგადოება კარგად ხედავს, მაგრამ ეს მართლა ცირკიც აღარ არის და ვერც ერთ დაწესებულებას ვერ შეადარებ, უბრალოდ ქაოსია. ვერც თქვენ შეკითხვაზე რა მტკიცებულებები შეიძლება გქონდეთ უპასუხებ სამართლებრივ ენაზე, იმიტომ რომ უბრალოდ აბსურდულია ასეთი ტიპის ბრალდების წაყენება, იმიტომ რომ ყველა მტკიცებულება გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, მათ შორის თქვენი მაყურებელი, ტევ1-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში უყურებდა რა ხდებოდა თბილისის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე და ის დანაშაული, რომელიც სახელდახელოდ წინა დღეს გამოაცხადეს დანაშაულად და სტრატეგიულ ობიექტად აქციეს თბილისის შემოსასვლელი და თბილისის მოლის მიმდებარე ტერიტორია საერთოდ არ გადაკეტილა. არა თუ პირადად უგულავას მიერ არ გადაკეტილა და ცალსახად ჩასის სადიმყოფებოდა მთელი აქციის განმავლობაში, არამედ საერთოდ არ გადაკეტილა, თუ რამდენიმე წუთით გადაიკეტა, ისიც პოლიციის გადაადგილების გამო იყო ტერიტორია გადაკეტილი. ანუ უბრალოდ ის დანაშაულიც კი არ მომხდარა, რა აბსურდული დანაშაულიც თავად წინა დღეს შეთხზეს და მოიგონეს, რომ ეს ყოფილიყო დანაშაული. ამიტომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ფაქტობრივად 48 საათი იმყოფებოდა, რაც ის ადმინისტრაციულ იწურებოდა, რაც ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყო. მერე როგორც ჩანს ვიღაცამ და ეს ივანიშვილი, მაღალი ალბათობით ეს ვიღაც არის ივანიშვილი, მოიფიქრა, რომ მოდი ახლა ეს ხალხი უფრო მეტად გავაწვალოთ, უფრო მეტად დავაშინოთ და ახლა სისხლის სამართლის წესით წაუყენოთ ბრალი, იმიტომ რომ ესეთი აბსურდულობა მე უბრალოდ არ მინახავს, ხო? ყველა მტკიცებულება სახელზე ქონდა, ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ რაღაც ინტელექტუალურ ასე ვთქვათ დანაშაულზე, რომ ამის გამოძიებას და იმას ეს გზა გადაიკეტა თუ არა, ყველაფერი ხელის გულზე ქონდათ, ჩათვალეს ადმინისტრაციულ სამართალს და ისიც კი აბსურდული იყო და უფრო მეტიც ახლა ისინი ამძიმებენ ამ პასუხისმგებლობას გადაყავთ სისხლის სამართალში. ერთადერთი მიზანი აქვს ამას, როგორც თავად გიგიმ გითხრათ, ცალსახად ეს არის დანარჩენის გასაგებია, რომ გიგის ვერ დააშინებენ და გიგის ბრძოლას არ გააჩერებენ, მაგრამ დიმა ბიზინაშვილი, დიმა სისხლთან დაკავშირებით გადმოგიყვანეს? თავიდან გაკავებენ დიმა?
თქვენ ხედავთ ახლა რომ სამოქალაქო აქტივისტი კოალიციას სრულებებისთვის ერთ-ერთი წარმომადგენელი დიმა ბიძინაშვილი შემოიყვანეს დიღმის სამმართველოში. ისიც თავიდან დააკავეს, დიმა ბიძინაშვილმა გვითხრა რომ ის დააკავეს სამშობლოს სიყვარულისთვის, სავარაუდოდ მასაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარედგინება ბრალი. საუბარი გავაგრძელოთ ირაკლი აბესაძესთან. ირაკლი, ეს არის ის ეკიპაჟი, საპატრულო ეკიპაჟი ნომრით 7, რომელთანაც მოიყვანეს გიგი უგულავა. სავარაუდოდ ეს არის ფორმალურად მოყვანილი იმისთვის, რომ გადაიყვანათ სასამართლოში და სწორედ ამ ავტომობილთან წარუდგინეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გიგის ბრალი. რეალურად ეს არის თუ არა სახელდახელოდ მიღებული ბრძანება, რომ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები დააშინონ, გააჩუმონ და პროტესტი აღარ იყოს ქვეყანაში. ეს არის გზადაგზა მოფიქრებული სქემა, როგორ გააგრძელონ ის უკანონო ძალადობა საზოგადოებაზე, რასაც ფიზიკური ძალადობის სახითაც ხედავთ და მათ შორის ამ თვალსაზრისით ძალადობის სახითაც ხედავთ, ჩვენ უკვე ხედავთ სამოქალაქო აქტივისტებს აბსურდული ბრალდებებით, უკვე მისჯილს სისხლის სამართლის წესით და ციხეში გაშვებულს ახალგაზრდებს, დაჭერილებს, ვინც მოლოდინში არიან სასამართლოში და ახლა მათ დაემატებათ, როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე ათეული არა სამოქალაქო აქტივისტი. ერთადერთი მიზანია აქ, რომ საზოგადოება ის გულწრფელი პროტესტით ქუჩაში გამოსული 100,000-ობით ადამიანი დაშინდეს, შეშინდეს და დაემორჩილოს ივანიშვილის თავგასულ რეჟიმს, რაც უბრალოდ ვერ მოხდება. თორემ აქ არ არის ეს პროტესტი ვიღაცის გამო. რამდენი ადამიანიც უნდა დაიჭირონ, არც ერთი ამ ადამიანის გამო არ არის ეს პროტესტი. ეს პროტესტი არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და სანამ ივანიშვილის რეჟიმია, ეს ადამიანები ამ პროტესტს გააგრძელებენ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა მხოლოდ უგულავას შემთხვევაში, დღეს დაკავებულების, არამედ მანამდე დაკავებულებიც არიან ცალსახად პოლიტიკური პატიმრები, ხო იმაზე მეტი აბსურდულობა, რომ სილის გაცვლის გულისთვის ქალბატონ ზიას ემუქრება რამდენიმე წლიანი საჯელი, ამაზე მეტი აბსურდულობა რა გვინდა, ხო? თუმცა მორიგი აბსურდი, კიდევ ვიმეორებ, შეთხზა ახლა როგორც ჩანს პროკურატურამ და წინა დღეს სახელდახელოდ მოფიქრებული დანაშაულით ბრალი წაუყენეს ადამიანებს. კი ბატონო, მადლობა. ჩვენ მოგცემთ ახლა შესაძლებლობას, რომ შეხვიდეთ, მოინახულოთ გიგი უგულავა და ამის შემდეგ მეტი დეტალი გახდება, ცნობილი გახდება გიგი უგულავას პოზიციაც, რას ეტყვის ის უფლებადამცველს. ახლა საინტერესოა ეტაპობრივად გადმოყავთ აქ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. აქ უკვე მოიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი დიმა ბიძინაშვილი, ასევე გიგი უგულავას ოპოზიციონერ პოლიტიკოს რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ დიღმის სამმართველოს ეზოში წარუდგინეს ბრალი ახალ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მას ახლა 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საინტერესოა, როგორ განვითარდება პროცესები. უფლებადამცველი ირაკლი აბესაძე ამ წუთებში შედის დიღმის სამმართველოში, ის შეხვდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და დამატებითი დეტალები გახდება ჩვენთვის ცნობილი.